მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ხედავთ, არ მაცდიან, იმიტომ რომ უკრაინა გავიდა ჩვენი ალიანსიდან და ძალკე აქეთ ომი გამომიცხადა. კარახანია ვიბჯრა 3 რაუნდია და როგორც ხედავთ, აქ უკვე პოლონეთის მეხმარება თავიდან პოლონეთს ემობოდა და მე გამომიცხადა. აქ ტერიტორია დამართვა. აქაც დამართვა, მაგრამ ნახეთ, აქ ვართვენ მთლიანად ტერიტორიებს და მიდის ერთი მეორეზე. აქეთ კენიც მოიწამოიპარა და წამართ ტერიტორია, მაგრამ მიდიან ჩემი ჯარები და 20 მილიონი უკვე დაიხევნა, ან ჯარი არ ყავს მანდ. აქაც წართული ქონდა ეს ტერიტორიები ბრძოლა გამოცხადა, ეგრევე იყო და აქაც წავართვი. აქეთ სერბეთის, ანუ გაერთიანებული სერბები, ხორვატია და სლოვენიის გაერთიანებული სამეფოსებიც და პოლონეთთან და აქაც სერბები განდევნა აქედან, ეხლა აქეთ დევნიან პოლონეთის სერბები. მე კიდე რავი, აქეთ კი მომობილიზე ჯარები, აქ კი მომობილიზე ჯარები, მაგრამ ტყუილობიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ვერ გავილი, ერთ სერბეთის ტერიტორიაზე ვერ გავილი და მომიჭრეს მიმოსვლა ამასთან. თუმცა დამეცხო მაიდან ეგრევე. ერთი ეს უკან გავიხმო, აღარ წამოიყვან ეგრე და პირდაპირ მოიცა ამას ვეთქვი აქ რომ ინტროჟინას და ვეთქვი ამას რომ ჩვენ მოვქნას და აქ არის ხო და ნუკლეარ ბომბი კაცო ჩემიანი სად არის აქ არის და მან თვარი წავიდეს და დაცხოს აქ არ გავჭირდება ხოლო კიდე რა ხდება ფინეთი რუსებს როგორ თქვა აფარჩაკებს ეგრევე აქ ეს ტერიტორიები რომელსაც ანუ წითელი ზოლები აღარ სამთქად დაკანონებული აქვს უკვე ფინეთს თავისუფლად და აქეთ კი საზღვარი გამიხსნა და მე რას ვაპირებ ახლა აი ასეთ რაღაცას ვაპირებ ერთი 4-ზე ეგა მე აქ ახლა მოვუ აქ გავუშვათ ეგრე აქ გავუშვათ ეგრე აქ გავუშვათ ეგრე კიდე რა შეიძლება მეტი არა ხო ის იქ მიდის დასახმარებლად მოდის საბჭოთა კავშირს დავართოთ ამ ტერიტორია ჯობს და ეს დავართოს არავის დავიბრუნებთ ასევე ეგ გამოყენებული ქიმიური იარაღები კიდე რა ხდება იქიდან წამოყვანილი ჯარი აქ უკვე თითქმის გადააქცია უმეტესობა მოეხოცა ბრძოლებით, მაგრამ აქეთკენ კატი წამოვიდნენ რა სიზამენ არ ვიცი. აი მეგობრებო ეს აი ეს ხარე მთლიანად და წავიდა wait for bot ჩემს საზღვარზე მთლიანად მტრის ტერიტორია რაც იყო და ჯარი ყავდა ყველგან ქიმიური იარაღი გავუშვი ანუ მოწავლალი აირი მე მგონი ეგრე არის რომელიც 460 მაქვს ამჟამად და ომი გამომიცხადა ფრენცმა ბიოტონო დავანიგდოთ რადგანაც ის მოიცა შენთან ფრენც ჩარევით ვერ ხო კი ბატონო პოლონეთი 15-ზე მაქვს შემიძლია პაქტში ავიყვანო ეგრე პაქტის წევრი გავიხადო და ერახთან ურთიერთობა კიდე გამიგეთ და არა კიდე მეზრდება ურთიერთობა კიდე დავამატოთ
ფინეთთან კაი მაგარი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რა გინდა ვერაფერში ვერ იყინებ. ომს ვერ ვაცხადებინებ. ამიტომაც ეხლა შევხედოთ თავარ უკაც და ეს არის ჩვენი მტრები. რა არიან? ახსოვე საკაიფო წავორთმევია. რუსეთის ეს ტერიტორიები მეც იქ საკაიფო წავარდი. თან რუსეთის მიმოსვლასაც დავაკვირდე რა. იქ ზღვასთან მდინარეზე თუ გააჩენს ხალხს ეგრევე ყუადღებს უნდა იყოთ მანდრა. მოვინგი და მოიცა ეს ეგრე უნდა გავუშვა ყველანაირ შემთხვევაში რა. აი ასე მივთითოთ და გავუშვათ ეგრე 3000 კაცი ხო? ჩემი ქალა ვეფენ ამაზე გავუშვათ. და თქვენ აქ რამდენი ყავს გარნიზონი არ გვიჩვენებს. მაგრამ ეხლა გამომიჩენს, სადაც ვიგებთ. გარნიზონი გაგვყავს თავისუფლად. ამას ჩავსვავ აქ. ის არ არის, ბაზარი არ არის, მაშინ შენი გზით წადი მიდი როგორც წახვალ. ჩავიდა და შენ ასე უნდა წამოხვიდე, ეგრე არ მინდა წახვიდე. შენ წამოდი ასე. და აქ რა ხდება? კაით რა, ისე. აქ აი ამ მუდრაში გავუშვათ 5000 ჩაოლებული პირდაპირ მეომარი და ამის საზღვაო ძალებმა გამინადგურეს. არა უშავს, ეგ პრობლემა არ არის. იმიტომ რომ აქედან კიდე მომყავს 12000 დამხმარე ძალა პირველ დონის. რა თქმა უნდა. აქ იგეც დავკარგეთ. და ჩვენ შეგვიძლია ახლა აქედან გავუშვათ იყოს აი მაგდენი და აქედან გამოუშვათ კიდე მოვინგი და მაგდენი. დავიბრუნოთ ტერიტორიები. ასევე რადგანაც აქედან უფრო მეტია ქიმიური იარაღი გამოვიყენოთ მაიგრე. რადგანაც ეს დავიბრუნეთ. და მაგად დიდი ხანი ვერ ჩამოვლენ. მოვინგს დავაწვით აქ გადმოვიდეთ და ასე 800 კაცი გავუშვათ მან და დანარჩენს 2000 კაცი გამოვუყენოთ EAS წამოვიდეთ. ეგრე და იქ მოვუშვათ უკრაინა და მერე ამათ პირდაპირ ისე წავალ შეტევაზე. და ბარემ აქ რაც დარჩება საბჭოთა კავშირის ტერიტორია მაგებს ავიღებ. აქ კიდე ვერ ავიღე ეს ტერიტორია, ხო? აქ რო გავუშვა 3000 კაცი არის დაცვაში. კაი ხო ძალიან ბევრი მომიკვდება, მაგრამ რაც არის იყოს. და ამათ რა უნდათ აქ, ბიჭო? ჩემი ხალხი გავუშვათ ეგრე. შენ წახვალ ეგრე. მაგრამ აქამდე ჩემი ხალხს გავუშვებთ ეგრე. შენც კენ მოკი არა მოუს დაწვი და წახვალ ეგრე. შენც წამოხვალ ეგრე. შენც წამოხვალ ეგრე. და დაიპყრობ კვიპროს. მოიცა. აკე შენ არასწორად მიდიხარ. თუ იონე არასწორად მიდიხარ, კენ მო. იანა ეს მიდიხარ. აგაუში ნახევარი
მო აქ გავუშვი მეორე ნახევარი. კენო პირდაპირ მან დასვი რა მოდი. ბევრი წვალების გარეშე პირდაპირ ეგრე ასვი. აქ რა ხდება? ამათ ახლა რა მოგვიწევს რა. მოვინგ და გავუშვათ ეს მოვინგ და ეს 5000 გავუშვათ ასე. ეს chemical weapons გამოიყენოთ ამაზე ასე. ამაზე ასე. 11000-ია და აურა გავაკეთე ნუკლეარ ბომბი. მე და ჩემებზე რა ისახება. chemical ეგრე. აი და ვერ გავდევნით ტიპები. აქ რიგენ ძალიან ბევრი მყავს როგორც ჩანს. და ეხიანთ ურტყავთ რუსებს რა. დიდეთ აქედან ძალებია ვერ შემოჩინე მე რუსებს თუ აღარ წყავთ. ტიპები სად არიან? მერვეზე ჩამოვიდნენ 39000-მდე ძალით. პირველზე იყვნენ და მერვეზე ჩამოვიდნენ. მე მესამეზე ვარ. მეორეზე პოლონეთია, პირველზე უკრაინა. მაგრამ მე და პოლონეთი ვუტევთ მაგრად. თითქმის ერთნაირი ძალები გვაქვს მე და პოლონეთს. იმას 99000, მე 82000. და ერაყი ვაფშე მე 4-ზეა, ხო? არა, მე 5-ში, მე 4-ზე. 81000 ფინეთი და 75000 ერაყი. ეგვიპტეც 75000. ანუ ეგვიპტეს და ერაყს თითქმის ერთი და იგივე ძალა აქვთ. მეთი ის გადავხედოთ კარგად რამ სადმე არ გამოუჩეს. მაგას ვერაფერს ვერ გამოვიყენოთ. მოდი ვუყუროთ შოუს. განვითარდება შოუს განვითარდება. დავინდა იხოცება და იქ 11000-ია. ესაც თქოს ნამოხოთ საკომოდონტი. მე ეს ჩემს დავხოთ. 1000, 300, 11000, აუ, ჩემებს თლიანად ამოხოცა. თლიანად, მაგრამ ასევე უკრაინელებიც. გადარჩნენ აქეთკენ მაინც ეს არასწორები. მაინც გადარჩნენ.
ასე გეტყვი ძალიან გამინადგურა ჩემმა შეცდომამ. თითი დამეჭირა უბრალოდ და თერი ძალები გამომეხოცა. და ჩემი ძალები როგორ შესრულდა. უფ. ძალიან თან მეგრე მეოთხეს ჩამოვარდი მესამედა. და ერთი ეს მაინტერესებს ბარე ნახოთ. არმიის მდგომარეობა როგორი გვაქვს? არმია ინფენტრი 19,000-ი 100,000-დან შოკ ინფენტრი 42,000 ბევრი დამეღობა, მაგრამ 42,000 შემინარჩუნა მაინც ამ დვესა ერთი 50-60,000 მაინც ყავდა. გაი აქეთკენ რა მოხდა ეხლა ვნახოთ. გენი მიხედავ იმან თავიანთებს. უბრალოდ თქვენთვის ის გავიდეთ წამი, ჩემთვის კიდე საათები რადგან მეორე დღეა უკვე. მაშინ მივიღებდი გვიან ღამე თქვენთვის ვიდეოს და აქ რა მოხდა არ ვიცი. იქ ესე იგი კარგად შევიჭერით მე მგონი. ძლივს არ გაიშვა, კაი. ასე იგი აქ ესენი გამოვკეტეთ. კენმოს დავაწვით და ნახოთ სად გაჩნდება. გაქრა. ტიპი გაქრა გაჩნდა. ჩემი ტელეფონ ამას ვესწროლოთ. ვეფონ მაგას ვესროლოთ, ვეფონ მაგას ვესროლოთ. ვეფონ მაგას ვესროლოთ. ვეფონ მაგას ვესროლოთ. და აქ გინდა ხვალე ძალა დავჭირდება უჭერ. და შექონა თქმა უნდა მანდ ფული არ მაქვს. კენ მოსვიზა მაშინ აქ. აქეთ გავუშვათ ეს. ეს წავიდეს მან შევარდეს. ეხლა ის 15,000-იანი იქ შევარდეს. აქ უნდა იყოს კენმო. დავაწვით და ვინსაც გაქრა გავუჩინა და ღმეთ მაინც. კენმო დავაწვით და მოვიდოდი იქ წავიდეს ჩაჭდეს. კაი, ახლა ქოროს შევხედოთ. ამ 4,000 მიუთითოთ. ისე მოდი ამონახოთ. მივშოთ კიდე ერთი ეგ. ასევე აქ გვინდა გავუშვათ ეგ მანდ. აქ ძალიან ბევრი სულ დაჭირდება. ამიტომაც დავაბრუნოთ უკან. აზრი არ აქვს, იქ ტკენ გავუშვა.
აქ უნდა ჩამოვიდეს რო და მე რა თქმა უნდა დაარტყას ტრეიქით რა აზრი აქვს. შენ გეტყვი აი ასეთ რაღაცას რომ ეგრე დადექი მანდ და დაარტყი პირდაპირ მაგას. რაოდენობა გეყოფა საკმარისი ხართ. შენ საით მიდიხარ აზიარ ვარ კენმოუ და სად იყო? ტიპის საიდან მოდიოდა? ეგრე დავიდეს, აქ გადმოჭრეთ ხოლმე იმან, მაგრამ მაგან არის ის რა ის, ეხლა ნახე აქ. Moving. და გაუშვათ ეგრე. ის 100,000. რავი საათი მე გაუშვით მოვალე, აჰა. შენ მოდი ამოდი და აქ მიეშვი. ეგრე moving-ი და ესეც მანდ გაუშვა 115 ვის რაში დაჭირდება 4000 იყოს აქეთ გადმოვიდნენ, კაია იქოთ შავსვად გაგვინადგურებენ მაშინ დავაკვირდეთ აქ გარნიზონი გვინდა რომ მოიმოწვა, აი აქ მაგა კარგია და 225 ყავს მაინც მან თავს შეუძლია მივიდეს და აიოს ოპ ზედმეტი არ მოგივიდეს, მოდი აქაო, მოდიო მინდი გადახდი აქეთკენ რა ხდებაო იქით გასაგებია რაც ხდება და იქით ისე მიდი situation-ი რომ აქედან გაუშვეხა დახმარება და კიდე ქონოთ ეგ არაფერს დაგეხმარება ეს 6,000 კაცი უნდა გავუშვით moving ტიპი საიდან მოდის და რა წლებს უწყობს, რავი. მოდი ახლა შეხედოთ ჩვენს წერს. ჩვენთან და პოლონეთთან აქვს მარტო ერაყი როგორ არის ჩვენი ალიანსის წევრი. ყველას არ მოაგვარა ურთიერთობა და აქ რა შვება მეხუთე ადგილზე დგას მე მეოთხეზე. ფინეთმაც გადამასწრო. მაგრამ უკრაინაც არის ჯანზე რა. ფინეთი მაგრამ მოძლიერდა. ტერიტორიულადაც შემზე დიდი ჩანს ერთი შეხედვითაც. ჩვენ იქიდან ძალიან მოვიწროებენ. აქ ბელარუსიასო დავიპყრობ ამ ტერიტორიებს მიცემ ფინეთს. და აქ გამოვართვე ამ ტერიტორიებს კაცო. ბარემ ასე გავასწორებ რა. მე სიმეტრია მიყვარს მაინც. ერახთან situation-ი როგორი გვაქვსო, ზაბალიო. არ ემატებაო. ეხა გადავხედოთ აქ, ხონდი ანუ სულ არ გამოგჩეს. აქ არის 2000, ხო და გაუშვი ეგრე 4000, ხო? 2000 ეგრე.
ეგრე ის პრობლემას ესენი არ ქმნიან, უფრო სწორად ვერ ქმნიან. ხო 11 ბატარეა გამკლავდება თავისუფლად. ასევე აქ რას გონევა, კი ერთი დედაქალაქი დაკარგა რუსებმა. ანუ დედაქალაქს უკარგა, მე ახალი გიჩნდება, ახალი და ყველას თუ აიღებ, მე ძალიან ის გაკდება მორალი, რა თქმა უნდა. აი ახლა რუსებს შევთავაზოთ ეგეთი რამე. ეხლა place უკვე 9-ზე ჩამოვიდა, ხო არ მიღადავებით. და უღასალი გახდებით ჩემი 19-ის მეუნევა. ასე ამასგან შემომიდა პორტუგალიის იმპერია გავათავისუფლო და დემოკრატია გავხადო ლიბიის სამთავრო, ლიბიის სამთავროს ლიბია პორტუგალია იქ ლიბია სადღა მან ჩვენ დამჭირდება ამაზე 19 გამოვუთ ამათ რა ამ 50 და ეგ გამოვა რა 19-9 რამდენი უარ მახსოვს ვიღაცა მიგამოგვიცხადავო ეგვიპტე რა გინდოდა ეგვიპტე რა გინდოდა Ragindoda Egypte Ragindodavo Ragindoda Egypte Ragindodavo Kalakebi dagi bombo minds davovo Kalakebi dagi bombo minds davovo Au ama khotwini gaguna dzmao Ade datsxeman ra ესეთი კენმო და მიუთითოთ მოვინგ ამაზე ეგრე კენმო და ეს 9000 თავისუფლად ეყოფა მანდ ეგვიპტე არის იქით, იქიდან ვერ დაგვარტყავს, მაქსიმუმ შეიძლება აქედან შემოუაროს, მაგრამ არ მგონი ეგეთი დაარტყს, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი. ასევე აქ კაიდი ტერიტორიები უკავია, ასევე ეგვიპტესთან ვერ ჩავრთავთ. ფინეთი შემიძლია და ჩავრთავ კიდევაც. ფინეთი და აქ ტერიტორია აქვს თან ფინეთს. ერაყთან რამე ცუდი ურთიერთობა მაქვს კი და მაგის გამო ვერთავ. პოლონეთთან ავწიე 20 ავიყვანე და ალიანს უნდა 25. კაი მალე ალიანს წევრში შემოვიყვან ერაყს. ისა პოლონეთს. აუ ამათ მოტვინი გაბურღეს რა ძმავალემაო. გადადი ეგრე. და შენც მიდი და მიეშველე ერთი 900 კაცით. აქედან გაუშვათ ერთი ეგრე 3000-მდე და თან ესენი გამოვიყენოთ თუ აქ ხალხი შეუნციროთ ამათ. ეგა ასევე აქ გამოვიყენოთ ესა. აქ გამოვიყენოთ ესა. აქ გამოვიყენოთ ესა. აქ გამოვიყენოთ ესა. და ეს გამოვიყენოთ რა თქმა უნდა აქ. ეხლა მოვინგი დავაწოთ მაგაზე გავუშვათ მაეთკენ ერთი 700 კაცი მერე მოვინგი და აქეთკენ გამოიცა ეგრე არა ხო აქეთკენ გამოუშვათ
moving აქედან გამოუშვით მანდაც ეგრე 1.700 კაცამდე და დანარჩენი დავატვით აქ და ეს 2000 კაცამდე გავუშვათ 100. moving დავატვით მანდ და აი მოიწმოცა აი ამას უბრძანოთ წავიდეს ეს ასე მან შევარდეს ეგრევე თავქით მოგლეჯილი და აი ამას უბრძანოთ რომ აქედან გამოვარდეს ეგრევე თავქით მოგლეჯილი და მაიდან თუ გავყარე ძალიან კაი იქნება. აქედან საბჭოთა კავშირი აშვება ტერიტორიებს იბრუნებს. აჰა. ესე იგი იქ ერთი ის დარჩა. მოდი ასეთ რამეს ვიზავთ რა. შენ ეს ესროლე მოდი ჯერ მე აქ ეხლა შენ ეგრე ქენი და გაყე ჯარი. ოპ გაყოფა არჯობდა მაიტკენ გაუშვი ჯობს 15000-ზე მაიტკენ გაუშვი ჯობს ტიპმა არა ხელა არმია გაჩით ეგვიპტე რას იზავს ეხლა აქ დამარცხება ვერ აგროვებს ეგრე საერთოდ მაგდენს აქედან უკრაინა რო დგას ტიპი ნახე მაგრამ აქედან გარნიზონი იმდენი იმოქვს ვერაფერს ვერ აკეთება მაგრამ ყოველდღიურად მაინც მივაქციო აქ ეგვიპტე რას იზავს ეგვიპტე თუ დამარტყავს აქ და აი ამ ხარეში რა მედგან ვერ დამარტყოს თუ დამარტყოს კიდე შეიძლება აი აქედან წამოვიდეს და აი აქში დამარტყას რა აი აქ დამარტყას და სხვანაირად ვერ წამოვა ეხლა აქედან შემოსასვლელი არ აქვს აქ და დებილი ეხლა აქ დამარტყას როცა წინ ჯენო გამოიეროს ეს ტერიტორია რა თუ დამარტყოს აქ მაგრამ უკრაინას უფრო რთულად არა თქო იმიტომ რომ უკრაინასთან შეზდილი ვარ რა იმიტომ რომ ალიანს წევრები რო ვიყავით ძალიან შეზდილი ტერიტორიები გვაქვს და მაგით უფრო რთულია აი უკრაინა ეხლა აქ რომ მორჩენ აი აქედან მე აქ ყავს ძალიან ბევრი არმია რა ჯარი აქედან ნახევარს საბჭოთა კავშირის მივაშულებდი იქიდან საბჭოთა კავშირისგან ნახევარს წამოვიყვანდი აი აქეთ და საბერძნეთს გავათავისუფლებდი რა ჩემ ბატონობის ქვეშ რა თქმა უნდა და ბულგარეთი ნახე დაიბრუნა თავის ტერიტორიები პოლონეთში რა შვება დიპლომატია და აი ესე ომი აქვს განლიანაც კარგი ეგვიპტეს ჩემთან და ფინეთთან აქვს ომი მარტო ეხლა უოჭოლი აქ ფინეთის ტერიტორიები აღებით გაერთობა ეგვიპტე და ფინეთი კიდე მაგას არ აპატიებს აუ საწყალი ძალიან ცუდად დაარტყავს ეხლა ფინეთი აქეთ მამას და დარჩება მარტო საწყლად აქ ეს ტერიტორიები კაი მოდი ეხლა შევხედოთ აბა კიდე ერთ გადავალოთ თვალი ძალიან ბევრი ლაპარაკი გამოგვდის და არ მინდა არ მაწყობს მანდი იყოს მანდაც იყვნენ აქაც გაუშვათ ეგრე დახმარება მანდაც ეგრე და აი აქ აი ეს კინაო გამომრჩა გაუშვათ ეგრე და აქ ყავს გარნიზონი 0 რა არის 3000
თუ ეგეგრია, მაშინ მოდი ასეთი რაღაც ვქნათ, რომ ეს გავუშვათ მაეთ. აპ, მოიცა can move. რადგან ეგეგრია, მაშინ აი ამათ კაც 1000 კაც არა წავაგე მე 17 ყავს იქ ვარ მეღადავებით მაშინ სად არის ჩემი 17 5 დამრჩა რა შედეგებები წამოიწყეთ მაგნაირე კაც წავიდა ნუ კაი არა უშოს აბა რა მოხდება ვნახოთ და ამ ეპიზოდში მინდა რომ ჩრდილოეთით საბჭოთა კავშირის არმია გავანადგუროთ, იმიტომ რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე ვერ გავანადგურებთ ვერანაირად და უიმე იქითკენ რა გავუშვი, რა მხელა კვამლი და რამდენი მოვუკარეთ. აბა რამდენი გარდაეცვალათ? კაი ასევე მე რასაც ვერ ვიტან ძალიან ჭედავს ჩვენ დიპლომატ გარდაგვეცვალა და აქეთკენ გავუშვათ moving-ი ეგრე მოიცა ეგრე არ მაწყობს ეგრე არ მოწყ can move შვიდა სიმარტო გარნიზონი ყოფილა მაშინ თქვენებთან გავუშვით ეს მაით ამ დამხმარე ძალა მაინც გვინდა რა ეს მოიტა და ასეთი მითო შევინარჩუნოთ ამასთან შვიდობა არ მაწყობს მინდა და ვასალი გამეხადა დამოუკიდებელო მიეჭება ალჟირისთვის და ალჟირი იქნება და from independent country as Syria is რადგან იქითკენ მორჩი აი აქეთკენ რადგანაც მორჩი მე ასევე აი აქ ამ ტერიტორიებს გამოვისყიდი და აი აქ მიცემ ამ ტერიტორიებს თლიანად რა ტრანსკავკასიერი მოქვს აი აქ ბულგარეთმა გამომიცხადა ომი ფუშენი ეგა მაკლდასრული ბედნიერებისთვის რა ჯარი ვაფშე აღარ ამოს ხო არ მიიღადავებით ბიჭო საშინელ დღეში ვარ საშინელ დღეში ბულგარეთიღა მაკლდასრული ბედნიერებისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნო ეგრე იყოს მოდი და დანარჩენი ეგრე გავიდეთ ეგრე გავჭრეთ აი ბულგარეთი რა გინდა ჩემო ძმაო ალემაო ჰა აი ბულგარეთთან მომიწევს შვიდობა დავდო რა ეს მოიტა გინდა შვიდობა ბულგარეთო აჰა ეს აიღე და ის უკრაინას აქვს მაშინ აჰა ეს აიღე
country Romania, changing democratia. რომანიის დამოუკიდებლობა ბაზარი არ არის. იმ ქალაქს დემიტალიზებული ზონა. ეგ მაწყობს. დემიტალიზებული ზონა იქნება ეგენი. ბაზარი არ არის, კიდე გინდა შეკაი ადამიანო. გადავხედეთ ცოტა ძვირიანი არა გვაქვს. არა ყველა ორიანი ეგაც. 4-იანი არა გვაქვს. ის რო გავაუქმოთ და ეს რო გავაუქმოთ. ასე რო ვქნათ, გახდება მარტო 2 დემიტალიზებული ზონა და ასე ბევრად კაია. იყოს ერთი ეგრე და კიდე უნდა ერთი მაშინ იყოს ეს და უფრო ცოტა გახდება. ეგ დროებით ვაძლევ მეგობრებო, სამუდამოდ კი არ ვაძლევ. იმიტომ რომ ახლა არ მაწყობს ამასთან კიდე ომი, იმიტომ რომ ძალიან ცუდ დღეში ვიქნები, ჯარი აღარ ამყავს, მაგ ხედავ რომ გადაგვანაწილო. სანამ იმასთან მოჩქვევი ვიჭირდება სასწრაფო, იმიტომ რომ ეგვიპტე ვიაქიდან სახიფათო არისო და ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ აზია რა აქვს მანდ ვერაფერს ვერ გახდებით, თქვენ საწოდავებო თქვენა. ჩვენ მოს დავაწვეთ, რადგანაც აქ უნდა გავუშვათ. 1700 აქ უნდა გავუშვათ მო 1900. 1900 2000 ეგ გამახსენდა უცებ. რატომ არ ვიცი, მაგრამ გამახსენდა. ამა ტვინი გაბურღა სიმართლე გითხრათ რა. ვიპყრობ მართმევს. ტვინი გაიბურღა. სანამ ახლა იქით გადავიდოდი, აქ შევხედოთ. იმას ჯერ არ შეუტევდა მანებეთ თავი, აქეთკენ კარად მიდის საქმე, იქიდან გაუშვა, ასე იგი იმან თავისი არმია. ხო და ჩვენ ეს გამოვიყენოთ ამასობაში. და აქ მიყავს იმაში 9000-იანი. მერე ჩვენ უნდა წავიდეთ და დავეხმაროთ აქეთ ამ ხალხსა რა. ეგრე და შენ მოდი გეტყვი ქენს. იმიტომ უნდა ახვიდე და შეუტიო აი აქ. როგორც გინდა ისე შეუტიო რა. თავარი ტერიტორია აიღო. აქეთ რა ხდება? ბულგარეთკლა ვარ გავიგეთ და ბულგარეთ რა არის. მე ვივთ ეს შევხედოთ და
ანუ ყველანაირ იმის გარეშე შანსი არ არის. უკან რო ახევინებთ ეხლა აღარ მოწყონს ბიჭს. აქაც თლიანად დაკარგა ტერიტორიები. ასევე ჩრდილოეთის მხარეს არ მინდა გამოდი შენი გამოდი ეგ არის ჩრდილოეთის მხარეს ეგვიპტემაც და იმანაც უკრაინამაც დაკარგეს პოზიციები რომანია მაინტერესებს ახლა მე ჩვენ როგორი ტიპი გავათავისუფლე და როგორც ვიდი ურთიერთობა აქვს ჩემთან სანქციებს კი დაგადებდი, მაგრამ მე ვეცოდები. აი, ეგენი ეგრე იყვნენ. აქეთკენ ამხელა ტერიტორია აქვს და აი, მოდი ერაყი მაინტერესებს ახლა არ გაიზარდა ეს იმისა. ბიჭო და ვარსკვლავები აღარა გვაქვსო. იმპროვალინგი იქ საფრანგეთმა დაარტყა ისევ იქაც ფრანგებმა დაარტყეს და წაართვეს ტერიტორიები Recruit cost 40% change tax rate and discretion discount. აქ ყავს იმენა მის გამო 6000 და გაჩერებული ხვალ მე გადავედით. აქ თქმა უნდა გავუშვებ chemical weapons, რადგანაც არ მინდა 2000 კაციანმას რომ ვინმეს ან რამეს დაარტყას. ცოტანი ერენ დამირჩენი ამას დასხოს. თუ რამე ეს ამან ეს გამოიყენოს მან და რა შეეხება ახლა chemical weapons nuclear weapons და იქიდან იმედი არ მოგწდებავო მაგრამ მოგწდება და სრულობა ჩავიდნენ კიდე ამოღდა ჩემ ხალხს ასევე ჩვენ შეგვიძლია აქ შევიდეთ მე აქ და ვნახოთ ჯარი ეგ არა აი ეს population-ი 4 მილიონზე army კიდე 600,000-დან 400,000 ჩამოვიდეთ infantry 40,000 და shock infantry 15 ძალიან შემიცოტავდა არმია და ეგ ძალიან ცუდია ბონუსები არა გვაქვს დიპლომატია გვაქვს ალიანსი ორთან და კარგი ურთიერთობები ფინეთთან და პოლონეთთან რახთან ისე ცუდი პოტენციალური ალიანსის წევრები არიან ქიმიოსები და უკრაინაც მაინც ანუ 5 პოტენციალური ტერი მყავს რა არმენია ტვინსბურგი ყავს ხო ვიცი ეს წავა და დაარტყავს პირდაპირ მანდ რა
ეგრევე იქიდან შენცა შენცა კენ მოვიარგვინამად არც მან შენცა წახვალ და პირდაპირ დაარტყავე აქ შენ არ მინდოდი მაგრამ კაი იყავი შენცა 29 იანი გაუშვათ ეგ და 2000-იანი გაუშვათ ეგრე კიდათ რა შეგვიძლია არ ვიცი ჯარი როგორც ხედავთ მაქსიმალურად ვცდილობ გადმოვიყვანო აქეთ წავიყვანოთ მოდი ცულარი ეგრე და დავტოვოთ 27 რადგან ეს არ შემოვიჭრეს და აქედან როგორც ხედავთ უკვე დაიძრა აქედან შევუდიოთ აქედან გავყაროთ მე უკვე მაწყობს ყველაფერი მაგრამ აი აქ უკვე ტვინი გაიბურღა ჯარი გვჭირდება მაგრამ ანუ არ ყავს მინდა აი აქ ჩამოვაგდო ის არა კაცო ჯერ მარტო აზრი არ აქვს ქენზე დადექი საცხოვრებს საიდან არის ბიჭი კენო ეგრე იყავი და ტიპი საიდან მოდიოდა ანუ ასე უფრო მოკლე გზა არის ასე უნდა დავაწვით ამას მე აქა მე instruction მე აქა რას გონივა 50%-ამდე შემცირეო ისაო taxing-იო და 36%-ამდე მოხ შემცირებული რაღა უნდა მეტი არ ვიცი მინუსებში მიმდის ფული population-ს უნდა დაუწიოთ სხვა გზა არ არის მინუსებში არ უნდა იყოს კაცო რომ წავიდეს მინუსებში კაცო ეგრე და taxing-საც ასე დაუწიოთ რა უყოთ არმიასაც ვერაფერს ვერ შველით population-იც არის საბჭოთა კავშირელი უკვე მილიონზე ავიდა ქართველი თითქმის 2 მილიონზე უკრაინელი 200 ესენი ძალიან ცოტანი არიან უფრო საბჭოთა კავშირელები არიან ბლომად და ეგენი არიან ან გასაქართველელები ან ამოსახოცები ურო ამოხოცვა მირჩენია მაგათი ან არ ვარ შემიძლია აი საქმე რაშია what მოიცარაო ეკონომიკა 56 ხო disconsiderable ნახე change და აი აქ უნდა შემცირდეს ანუ უნდა იყოს ეს work strict possible არის შეუძლებელი და 39-ამდე მაინც ჩამოვწევთ და ეხლა -34,000 გამდის ხوار მიღადავებით
აქ გადმოვხედოთ ანუ აი ასე უნდა დავიჭიროთ ახლა ეს იქნება უკვე ბოლო რადგანაც ამის შემდეგ ვეღარ გავაგრძელებ ვიდეოს, იქნებ ძალიან დიდი გამიხდება და გამიგრძელდება, რაც თავარია იქნებ ჩემი ტელეფონით გავისროლეთ, ატომური იარაღით გავისროლეთ, ის ატომური იარაღი გავისროლეთ იქითკენ იმაზე თუ იმოქმედა არ ვიცი. არ უმოქმედია, მაგრამ აქეთკენ იმოქმედა საკაიფოთ და ჩვენზე საერთოდ არ უმოქმედია. რაც მე მაგალითად მიმაწყობს და ეხლა მაგის გამო ვიზამ ესეთ რამეს აქ ტერიტორიის მიყოლებით იპყრობენ, რადგან ჯარები აღარ ამყავს შენ წამოდი და მოვინგი გადაისროლე შეიძლება ეგრე შენ წამოდი და აი აქ შებრძოლე მაგათ შენ წამოდი და აი აქ დაატყდი მაგათ ჭექაქუხილივით შენ წამოდი და მაგათ დაატყდი მან ჭექაქუხილივით ეგრე აი შენ კიდე იქ 6-თან მზდება მაშინ აი აქეთკენ რადგან ეგრეა 1000 კაცამდე გავუშვათ სულ არის 1800 ხო და ეგრე 1900 კაცამდე გავუშვათ მაეთ მეტი არც უნდა დანარჩენი გავუშვათ აქეთ და იმიტომ არ უნდა იქითკენ მეტი რომ აი ამას გავუშვებ ახლა ჩემი ტელეფონ ამაზე მან ბევრი არ დასპაუნდეს ამას გავუშვებ მაგაზე ეგ გაშვებული იყო და ასე მიეხმარება ეს აქ ასე რა იქნება როგორ იქნება არ ვიცი მაგრამ აქ უკრაინა ისევ მიიტევს ჯარების გადმოყვანა გვიჭის ისაც აღარ დაგვრჩენია როგორ ჩანს აქ უეჭველი მყავს 1-9,000 ხო 8,000 და არ გამომიყვანია მე დებილმა მეო რატომ ნეტავო რატომ წავიდა ეგრე იქითკენაც ურტყავთ ეგრე იქიდან გაგვყავს ხაზივით ისინი ასევე აქ ოიპ აი აქ რა ხდებაო შენაო ბატონო მელაო მანდ რატო მიძურწებიო მოვინგდა გაუში მანდა ეგრე ერთი 700 ეგრე 700 დანარჩენი მოვინგდა გაუშვი აქეთ 1000 აქეთ დანარჩენი და გაუშვი აქეთ ეს ჩემი ტელეფონი რა თქმა უნდა გამოვიყენოთ ამაზე სხვა რას უნდა გამოვიყენოთ რავი მაგას ხმა რაში უნდა რომ მაგას უნდა გამოვიყენოთ და ეს გადარჩა აქ საბჭოთა რუსეთი და ამას უკვე რავი ეს არის რაღაცა ლაქს აქ და გადარჩა აი აქეთკენ რაც არის ეს არის რა აი ეს დაჟე შემიძლია საბჭოთა რუსეთს ასეთი რაღაცა უთხრა მაგრამ არც არ ხდება მაგაზე მაგრამ თავის დროზე დამთავრდება კაი მეგობრებო
ესა და ეს იყო სულ ეს ჩვენი ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აი შენ სად მიდიხარ არ ვიცი, დაბრუნდი შენ ადგილას. იქიდან მიდიან ძალიან, იქ 4000 ემატება, იქიდან უტევენ და უტევენ და უტევენ და უტევენ. 13000-ია იქ, გემები უარჩევ თვალოთ კიდე. აი ამას გავუშვებთ ეგრე მანდ. აქ მოდი ბილდინგი კი არა. უკრაინასთან ვერ ვიზამთ ვერაფერს. კაი მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბაჰე დაბაჰო, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. აბაჰე დაბაჰო.